ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში კი უნივერსიტეტებს შორის ფუტზალში ჩემპიონატი მიმდინარეობს. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე შეიქმნება საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც გაზაფხულზე ევროპის და მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში უნივერსიტეტებს შორის ფუტზალის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან შემდგომ ეტაპზე 8 გუნდი გადავა. 16 უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს, ორ ქვეჯგუფად არიან გაყოფილი 8 გუნდიანი. საუკეთესო 4 გუნდი გადის შემდეგ ეტაპზე. გადაყვებათ ერთმანეთში თამაშების შედეგები და 25 იანვრიდან განახდება მეორე ეტაპი. მონაწილე სტუდენტი სპორტსმენები შეჯიბრით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ასეთი სახის ტურნირები მათ დასაახლოებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტის ცხოვრების განვითარებისთვის ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი მეგობრდები თვითონ სხვა უნივერსიტეტის ბიჭები, თვითონ უნივერსიტეტს შორის უფრო კარგი დამოკიდებულება იქნება. ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და ყველაზე კარგი ალბათ ამ სპორტის სახეობაშია ტურნირი ჩატარდეს. Play-offში გასული 8 გუნდი ტურნირის საპრიზო ადგილებს გაითამაშებს. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და მსოფლიოს ტურნირებში. დამატებითი სტიმულია, მაგრამ უფრო მეტი მომზადებაც სჭირდება. დიდი თამაშები მოვუწევთ კიდე. თუ სერიოზულად ფიქრობენ, რა თქმა უნდა. Play-offი 25 იანვარს დაიწყება, საბოლოო გამარჯვებული კი 11 თებერვალს გამოვლინდება.